დოგვის მარცვალე. საუბარი მე-17 შეგონება. იესომ თქვა, ნეტარ არიან მარტოსულნი და რჩეულნი, რამე თუ ჰპოვებენ სასუფეველს ცათაშინა, რამე თუ იქიდან მოდიან და კლავაც იქ შევლენ. თომა 54. იესომ თქვა, თუ გეკითხებიან, საიდან მოხვედით, უთხარით რომ სინათლიდან მოხვედით, იქიდან სადაც სინათლემ თავისი თავიშვა. თუ გკითხავენ, რა ნიშნით გავხართ მამას, უპასუხეთ რომ მოძრაობითა და სიმშვიდით. თომა 45. ადამიანის ყველაზე ღრმად დაფარული მოთხოვნილება თავისუფლებაა. თავისუფლება, ანუ მოქშა არის მიზანი. იესო მას ღვთის სასუფეველს უწოდებს. თქვენ არსებობთ როგორც უსასრულობა. არავითარი გზები და საზღვრები არ გაკავებთ. არავის უპირისპირდებით. ხართ ისე, როგორც იქნებოდით მარტოდ მყოფნი. თავისუფლება და მარტოობა ერთი და იმავე მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტია. აი რატომ უწოდებს მაჰავირი თავის კონცეფციას კაივალიას მოგშას. კაივალია ნიშნავს სრულიად მარტო ყოფნას. თითქოს სხვა არავინ არსებობდეს. ვინ იქცევა ამ მდგომარეობაში თქვენთვის ბორკილად? აი რატომაა, რომ ვინც თავისუფლებას ეძებს, მან უნდა მიაგნოს თავის მარტოობას. მაძიებელმა ადამიანებმა უნდა მიაგნონ მარტოობისკენ სავალ გზას, აზრსა და მეთოდს. ადამიანი დაბადებულია როგორც სამყაროს ნაწილი. ის აღზრდილია არა როგორც მარტოსული, არამედ როგორც საზოგადოებრივი არსება. ყოველგვარი განათლებისა და კულტურის მიზანი ის არის, თუ როგორ აქციონ ბავშვი საზოგადოების ნაწილად, როგორ მიუსადაგონ იგი სხვებს. აი რას უწოდებენ ფსიქოლოგები შეგუებას, ხოლო როდესაც მარტოსულია ვინმე, ის შემგუებლად არ გამოიყურება. საზოგადოება ბევრი პიროვნებისთვის არსებობს როგორც რაღაც ქსელი, როგორც მოდელი და ბრბო. აქ შეგიძლიათ ძალიან ძვირად მოიპოვოთ ცოტაოდენი თავისუფლება. თუ საზოგადოებას მიყვებით, ის მოგცემთ თავისუფლების ციცქნა სამყაროს. თუ მონახტებით, გიძლევათ თავისუფლება, მაგრამ ის ნებისმიერ წამს შეიძლება წაგართვენ. ასეთ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს, შეგუება სხვებთან. ასე რომ საზღვრები შეკრულია. საზოგადოებაში ვერავინ იქნება აბსოლუტურად თავისუფალი. სხვების არსებობა თავისთავად წარმოქმნის უბედურებას. სარტრი ამბობს, სხვა ეს არის ჯოჯოხეთი და ის მთლიანად მართალია. სწორედ სხვა ქმნის თქვენში დაძაბულობას. სხვების გამო ღელავთ თქვენ ასე. უსასრულო შეჯახებები გრძელდება. სხვა ხომ თქვენს მაგივრად აბსოლუტურ თავისუფლებას ეძიება. თვითეული საჭიროებს სრულყოფილ თავისუფლებას, რაც მხოლოდ ერთისთვის არსებობს. თქვენი ეგრეთ წოდებული მეფეებიც კი არ არიან და ვერც იქმნებიან მთლად თავისუფალნი.
ისინი შესაძლოა ტოვებდნენ შთაბეჭდილებას, ვითომ თავისუფალნი არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს სიყალბეა. ისინი დამოკიდებულნი არიან სხვებზე. მათი თავისუფლება მხოლოდ ფასადია, მაგრამ იმ განზრახვით, რომ მოიპოვონ აბსოლუტური თავისუფლება, ადამიანებს სურთ მეფობა და იმპერატორობა. იმპერატორი კი ალბათ შეიგრძნობს თავისუფლებას. ღარიბს თავისი გასაჭირი ბორკილად ექცევა. ის ვერ უმკლავდება გაჭირვებას. საითაც არ უნდა წავიდეს, ყველგან კედელია, რომლის გადალახვაც მას არ ძალუძს. ამიტომ არსებობს სიმდიდრისკენ მისწრაფება. სინამდვილეში ეს არის აბსოლუტური თავისუფლებისკენ შინაგანი მისწრაფება. ყველანაირი ვნება და აღგზნება აქედან წარმოიშობა. მაგრამ თუ ყალბი მიმართულებით მოძრაობთ, ვერასოდეს მიაღწევთ მიზანს. თუ თავიდანვე არასწორი მიმართულებით მოძრაობთ, ყველაფერი პირველივე ნაბიჯიდან იკარგება. ძველ ებრაულ ენაში სიტყვა ცოდვას მშვენიერი მნიშვნელობა აქვს და მიზან დაკარგულს ნიშნავს. ცოდვილი ის არის, ვისაც გზა აებნა, ვინც დაკარგა მიზანი. რელიგია კი მხოლოდ საშუალებაა სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ამიტომ რელიგია ანტისოციალური ძალაა. თვით მისი ბუნებაა ანტისოციალური, რადგან საზოგადოებაში სრული თავისუფლება შეუძლებელია. ფსიქოლოგია საზოგადოების სამსახურშია. ფსიქიატრი ცდილობს ნებისმიერი საშუალებით კვლავ შეგაგუოთ საზოგადოებას. ის თქვენ გაძლევთ ცოტაოდენ თავისუფლებას, ისე რომ ხელს არ შეუშლის თქვენს დამონებას. ეს თავისუფლება მხოლოდ მოწყალებაა. ფსიქიატრს ნებისმიერ მომენტში შეუძლია წაგართვათ იგი. თუ ფიქრობთ, რომ ნამდვილად თავისუფალი ხართ, მალე შეიძლება ციხეში აღმოჩნდეთ. პოლიტიკა, ფსიქოლოგია, კულტურა და განათლება საზოგადოებას ემსახურება. მხოლოდ რელიგიაა მე ამბოხე. საზოგადოებამ მოგატყუათ და შექმნათ საკუთარი რელიგიები. ქრისტიანობა, ბუდიზმი, ისლამი და სხვა. ყველაფერი ეს სოციალური ილეთებია. იესო ანტისოციალური პიროვნებაა. იგი დაკავშირებულია ანტისოციალურ ელემენტებთან. იესო მოხეტიალე და საზოგადოებისგან გარიყული იყო. იგი არ ემორჩილებოდა და ვერ ეგუებოდა საზოგადოებას. მან შექმნა სხვა საზოგადოება. მიმდევართა პატარა ჯგუფი. აშრამებიც ანტისოციალური ძალაა. ოღონდ რასაკვირველია, არა ყველა აშრამი. რადგან საზოგადოება ყოველთვის ცდილობს ყალბი მონეტა მოგაჩეჩოთ. 100 აშრამში ერთია ნამდვილი. ესეც უკვე ბევრია და ეს ერთი აშრამი არსებობს, როგორც ალტერნატიული საზოგადოება. ის უპირისპირდება საზოგადოებას, რომელსაც იესო უწოდებდა ისინი. უსახელო ბრბოს. არსებობდა სპეციალური სკოლები, მაგალითად ბუდას ბიხარის მონასტერი, რომლებშიც ქმნიდნენ ადამიანთა თანაარსობრივ ჯგუფებს. ამ სკოლებში შეიმუშავეს სხვადასხვა ხერხი და საშუალება, რათა ადამიანი ჭეშმარიტი და სრულიად თავისუფალი არსება გამხდარიყო. ამ სკოლებში ადამიანი უსაზღვრო და ყოვლის მომცველი უნდა ყოფილიყო. ბუდაც ანტისოციალური ელემენტია, მაგრამ ქრისტიანობა და ბუდიზმი არ არის ანტისოციალური რელიგიები. საზოგადოება დაუყოვნებლივ შთანთქავს ყველაფერს. სოციალური მოვლენა ქმნის ფასადს,
გაძლევთ ყალბ მონეტას და მაშინ ბედნიერი ხართ. იმ პატარა ბავშვით მატყუარა საწოვარით რომ გააჩუმეს. ბუდიზმი, ქრისტიანობა, იუდაიზმი და ყველა სხვა იზმი უბრალოდ მატყუარა საწოვარებია. ისინი დამაწყნარებელი საშუალებებით ცდილობენ გამოგიმუშავონ ტანჯველ მონურ გარემოცვასთან შეგუების უნარი. თქვენ გრძნობთ თითქოს ყველაფერი წესრიგშია. ეს რელიგიები, ტრანკვილიზატორები და ნარკოტიკული საშუალებებია. დიახ, ქრისტიანობაც ნარკოტიკია. იგი უფრო ძლიერად გაბრმავებთ. თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ რა ხდება თქვენ გარშემო. ვერ იგრძნობთ, როგორ იხარჯება თქვენი სიცოცხლე. თქვენ ვულკანზე იმყოფებით. ქურუმები კი გიმტკიცებენ, რომ ყველაფერი რიგზეა და ისინი იზრუნებენ თქვენთვის, ამ ცხოვრებაშიც და საიქიოშიც. თქვენს მათ ყველაფერს ანდობთ, ამიტომ ხართ ასე უბედურნი. საზოგადოება ვერ გაქცევთ სრულიად თავისუფალ ადამიანად. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან საზოგადოებას წააწყდებით. ბუნებაშიც კი საუბარს დაიწყებთ ხეებთან, ფრინველებთან და ცხოველებთან. რამე თუ ძალიან ძნელია მარტო ყოფნა. მეგობრებად გაიხდით ფრინველებს, ცხოველებს. ყოველდილით დაელოდებით ჩიტს, რომელიც დილაობით მოფრინდება და გიგალობებთ. თქვენ კვლავ გახდებით ვიღაცაზე დამოკიდებული, ვინაიდან სხვა ჩაერთვება თქვენში. შეიგნეთ, რომ საზოგადოება არ არის თქვენ გარეთ, ის თქვენშია და სანამ ძირეულ მიზეზებს არ აღმოფხრით, სადაც არ უნდა წახვიდეთ, საზოგადოება თქვენთან იქნება. ჰიპების კომუნაში რომ შეხვიდეთ, თქვენთან ერთად საზოგადოებაც შემოვა და სოციალურ ძალად იქცევა. აშრამშიც ასევე მოხდება, მაგრამ ეს საზოგადოება კი არ არის, რომელიც თქვენ მოყვებათ, ეს თქვენ თვითონ ხართ. თვითონ ვექმნით თქვენ გარშემო საზოგადოებას და თქვენშია დაფარული მისი თესლი. ამიტომ, სანამ მთლიანად არ გარდაისახებით, ვერასოდეს გამოეყოფით საზოგადოებას. თუმცა მრავალჯერ შეიცვალა საზოგადოების ფორმები, მაგრამ მისი ძირითადი სახე იგივე დარჩა. ჰიმალაის მთებშიც კი ვიღაცას დაელოდებით. სულ ერთია ვის, მგზავრს, გზადმომავალ მონადირეს თუ სხვას. ადამიანის გამოჩენა მოგანიჭებთ ცოტაოდენ ბედნიერებას, რადგან მარტოობაში სევდიანი ხართ და შეხვედრისგან რაიმეს გაიგებთ. ყოველ შემთხვევაში მისი ორიოდე სიტყვაც თქვენი მარტოობის წამალი იქნება. რატომ? ფესვი უნდა დაინახოთ ამის, რათა გასაგები გახდეს. თქვენ გსურთ, რომ იყოთ საჭირო ვინმესთვის და შინაგანად მოითხოვთ ამას, როცა არავის სჭირდებით თავს უსარგებლოდ გრძნობთ. თუ ვინმეს სჭირდებით, თქვენ ცხოვრებაც შინაარსიანი ხდება და გგონიათ, რომ დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ მოვალეობას, მაგრამ ეს ხომ ტყუილია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ არ გყავთ ახლობლები, არც ცოლი, არც შვილი, მაშინ თქვენი ცხოვრება უაზრო გახდება, რადგან აღარ იქნებით საჭირო და თქვენს ყოფნა არ ყოფნას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. ერთი ავადმყოფი ფსიქოანალიზის სეანსებზე დადიოდა სამკურნალოდ. ფსიქოანალიტიკოსი ძალიან ექსცენტრიული ადამიანი იყო. 2-3 წლის სეანსების შემდეგ ავადმყოფმა თავის მეგობარს უთხრა: ჩემი ექიმი ჩემზე უარეს მდგომარეობაშია. მე გამუდმებით ვლაპარაკობ, ის კი არასოდეს მპასუხობს, არც არას მეუბნება და არც ჰოს. უბრალოდ ზის ჩემთან
მე გაუთავებლად ვლაპარაკობ, ის კი მისმენს და ასე გრძელდება უკვე 3 წელი. როგორ მოვიქცე? მეგობარმა მიუგო. იქნებ თავი დაგენებებინა. მაგრამ ავადმყოფმა ეს ვერ შეძლო. ამას მეორე უბედურებაც დაერთო. ფსიქიატრი მოკვდა. მისმა პაციენტმა ისევ მეგობარს მიმართა. მე კვლავ პრობლემა გამიჩნდა. ადრე, როდესაც ეს კაცი არაფერს მეუბნებოდა, არც ჰოსს პასუხობდა და არც არას. არ ვიცოდი უარყოფდა თუ მაღიარებდა, მართალი ვიყავი თუ მტყუანი. უბრალოდ ვუამბობდი და მისმენდა. ახლა კი მოკვდა და რა ვქნა. მეგობარმა უპასუხა. თუ არ გელაპარაკებოდა რა განსხვავებაა, შენს თავს ელაპარაკე. ავადმყოფმა კი უპასუხა. არა, ის ხომ მე მისმენდა. მთელი ფსიქოანალიზი და მისი პრაქტიკა მოსმენაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში მასში სხვა არაფერია. აბა რატომ მიდიხართ ფსიქოანალიტიკოსთან? საქმე იმაშია, რომ ცნობილი ფსიქიატრი და მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორი თქვენ ყურადღებას გაქცევთ და თქვენ საუბარს ისმენს. თქვენ თავს კარგად გრძნობთ, რამე თუ მის გარდა სხვა არავინ, თვით ცოლიც კი არ მოგისმენთ. ამ ქვეყნად ცხოვრობთ როგორც არარაობა და მოსმენისთვის ფსიქიატრს უხდით გასამრჯელოს. ეს ფუფუნებაა და მხოლოდ მდიდარ ადამიანებს ძალუძთ ამის გაკეთება. ფსიქიატრის კაბინეტიდან თქვენ ფრთაში სხმული გამოდიხართ, მაგრამ ეს სიხარული და შვება არ არის მუდმივი. თქვენ ისევ მიაკითხავთ ფსიქიატრს, რამე თუ გჭირდებათ, რომ ვინმე გისმენდეთ. მან შეიძლება არც არაფერი გითხრათ, მაგრამ მოსმენად საკმარისია თქვენთვის. როგორც ჩანს, თქვენთვის აუცილებელია ვინმესთვის საჭირო იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხქვეშ ნიადაგი გეცლებათ. თქვენ გჭირდებათ საზოგადოება. მარტო სულობას ვიღაცასთან ბრძოლას არჩევთ. ბოლოს და ბოლოს მეტოქე ყურადღებას გითმობთ, როგორც მტერს და თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ მასზე. დაუკვირდით სიყვარულის საჭიროებას. თუ ვინმე გიყვართ, თქვენ უგონოდ ხართ და არ ეკუთვნით საკუთარ თავს. მაგრამ როცა შეყვარებულების საუბარს მოისმენთ, ხედავთ, რომ მათ გულით სიღრმეში სურთ, რომ ერთი იყოს მეორეზე შეყვარებული. თქვენ გსურთ სხვას უყვარდეთ და არა თქვენ გიყვარდეთ ვიღაც. მუდამ ასეა. შეყვარებულები შესტრფიან ერთმანეთს. იმის გამო, რომ თვითონ იყვნენ სიყვარულის ობიექტები. ძირითადია არა ის, რომ გიყვარდეთ, არამედ ის, რომ უყვარდეთ. აი რატომ ხდება შეყვარებულები, რომ ერთმანეთს ადანაშაულებენ ორგულობაში. ის ყველაზე მნიშვნელოვანი და უსასრულო მოთხოვნილებაა და აქედან გამომდინარე სიყვარულის სურვილის დაკმაყოფილება შეუძლებელია. რაც არ უნდა გააკეთოს თქვენმა სატრფომ, თქვენ ყოველთვის მეტის იმედი გაქვთ და გრძნობთ, რომ მეტია შესაძლებელი. შემდეგ არ გყოფნით ეს და იმედი გიცრუდებათ. თითოეული შეყვარებული ფიქრობს, მე მიყვარს, მას კი არც თუ ისე ძალიან. ორივე ასე ფიქრობს და რაშია საქმე? არავინ არ უყვარს. სანამ არ მიაღწევთ იესოს ან ბუდას მდგომარეობას, ვერ შეძლებთ სიყვარულს. რამე თუ სიყვარული შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც აღარ გააჩნია საჭიროების მოთხოვნილება. ხალილა გიბრანმა თავის შესანიშნავ წიგნში იესო ძე ადამიანისა გამოიგონა შესანიშნავი ისტორია.
ზოგჯერ გამონაგონი უფრო ნამდვილია ვიდრე ფაქტი. მარიამ მაგდალინელმა გამოიხედა და დაინახა ბაღში ხის ძირას მჯდომი იესო, რომელიც მშვენიერი იყო. მაგდალინელი ცნობილი მეძავი გახლდათ და ბევრ მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა. მას მეფეებიც კი აკითხავდნენ, მაგრამ მარიამს არასოდეს უნახავს იესოს მსგავსი სილამაზე. ვინაიდან გასხივოსნებულ პიროვნებას აქვს უხილავი სინათლე, რომელიც იმ ქვეყნიური მშვენიერების ელფერს ატარებს. იესო იჯდა, როგორც ღარიბულ სამოსში გამოწყობილი იმპერატორი და მარიამ მაგდალინელი ისე დაატყვევა თავისი მომხიბლელობით, რომ ქალმა მსახურები გაუგზავნა და მოიპატიჟა. მაგრამ იესომ უარი განუცხადა. აქ ხის ქვეშაც მშვენივრად ვგრძნობ თავსო. მარიამმა ვერ დაიჯერა ეს და თვითონ მივიდა იესოსთან. შემოდი ჩემს სახლში და იყავი ჩემი სტუმარი, უთხრა მან. იესომ უპასუხა, მე უკვე შემოვედი შენს სახლში და უკვე სტუმარი ვარ, რაღა საჭიროა მიპატიჟება. მარიამმა კი ვერ გაიგო იესოს სიტყვების აზრი და ხელმეორედ სთხოვა სახლში შესვლა. იესომ უპასუხა, მე უკვე მივიღე მოწვევა და დაიმახსოვრე. ისინი, ვინც ამბობენ, რომ ღებულობენ, არასოდეს მიგიღებენ და ვინც სიყვარულს გიმტკიცებს, არ უყვარხარ და მე გეუბნები, რომ მიყვარხარ და მხოლოდ მე ძალმიც შენი სიყვარული. იესო მაინც არ შევიდა სახლში. ხის ჩრდილში დაისვენა და წავიდა. იესოს სიტყვებიდან გამომდინარე თქვენ არ შეგიძლიათ სიყვარული. სიყვარული თქვენთვის სიცრუეა. თქვენ უბრალოდ იღებთ შეყვარებულის სახეს, რათა სხვას შეუყვარდეთ. აი რატომ იტანჯებიან მუდამ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ატყუებენ და ორივენი მოტყუებულად გრძნობენ თავს. ყვარებიათ ვინმე ნამდვილად ოდესმე? შეგიძლიათ თქვათ, რომ მთელი სულითა და გულით გიყვარდათ? არა, არასოდეს გიზრუნიათ ამაზე. თქვენი ინტერესი ის იყო, რომ დარწმუნებულიყავით სხვის სიყვარულში. პრობლემას ყოველთვის სხვაში ეძებთ და არასოდეს უყურებთ საკუთარ თავს. მოლა ნასრედის 99 წელი შეუსრულდა. იგი ყველაზე ხანდაზმული კაცი იყო მთელს ოლქში. ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტმა მისგან ინტერვიუ აიღო და გამომშვიდობებისას უთხრა. იმედი მაქვს, 100 წელიწადი რომ შეგისრულდებათ, მაშინაც გინახულებთ. მოლა ნასრედინმა გაკვირვებულმა შეხედა და მიუგო. რატომაც არა, ახალგაზრდაო, თქვენ ჩემზე ახალგაზრდად გამოიყურებით. არავინ უყურებს საკუთარ თავს. თქვენ სხვას უცქერით, სხვას უსმენთ და სხვისკენ იწევთ. სიყვარული მაშინ მოდის, როცა სული კრისტალდება და სრულყოფილ მეს აღწევს. თქვენი ეგო სიყვარულს ვერასოდეს განიცდის. მას სურს, რომ სხვას უყვარდეს, რადგან სიყვარული მისთვის საზრდოა. თქვენ გიყვართ რაღაც საჭიროებისთვის. ზრდით შვილებს, არა იმიტომ, რომ ბავშვები გიყვართ, არამედ იმიტომ, რომ სხვებს დაანახოთ, როგორი მშობლები ბრძანდებით, რაც თქვენს ეგოს აკმაყოფილებს. სანამ საჭიროების მოთხოვნილებას არ მოიშორებთ, ვერ იქნებით მარტო და როცა გაგიქრებათ ეს გრძნობა, ხალხმრავალ ბრბოშიც კი სრულიად მარტო სულად იგრძნობთ თავს. ახლა შეეცადეთ გაიგოთ იესოს ნათქვამი.
ნეტარ არიან მარტოსულნი და რჩეულნი, რამე თუ ჰპოვებენ სასუფეველს სათაშინა, რამე თუ იქიდან მოდიან და კვლავაც იქ შევლენ. ვინ არის მარტოსული? ის, ვინც მოიშორა საჭიროების მოთხოვნილება. ის, ვინც საკუთარი თავის კმაყოფილია ისეთის, როგორიც არის. ის, ვინც არ საჭიროებს სხვას და მისი აზროვნება და ცოდნა თავად მასშია. ცხოვრობს საკუთარ თავთან მარტო, რაც თქვენ არ შეგიძლიათ. მარტოობაში თქვენ წუხ ხართ და ღელავთ. რა უნდა ქნათ? მიდიხართ ეკლესიაში, თეატრში ან მაღაზიაში. სად, სულ ერთია. მხოლოდ კი წახვიდეთ და მარტოობას დააღწიოთ თავი. მარტოობა ძალიან ძნელი, უჩვეულო და ექსტრაორდინალურია. რატომ გსურთ ვინმეს გვერდით ყოფნა ასე მძაფრად? იმიტომ რომ როცა მარტო ხართ, თქვენი მნიშვნელობა ქრება. შედით მაღაზიაში და რამე იყიდეთ. გამყიდველი შეგძენთ მნიშვნელობას და არა ის, რასაც ყიდულობთ. ყიდულობთ მხოლოდ იმიტომ, რომ იყიდოთ. მაგრამ ზოგჯერ გამყიდველი ისე გიყურებთ, თითქოს თქვენზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული. ამასთან თქვენ იცით, რომ ეს ნიღაბია. გამყიდველისთვის სულ ერთია ვინ ბრძანდებით. ის გესალმებათ და გღებულობთ, როგორც სასურველ სტუმარს. თავს კარგად გრძნობთ, რომ თქვენ ვიღაც ხართ და თქვენზე ვიღაც არის დამოკიდებული. თქვენ მუდამ ეძებთ ვიღაცის გამოხედვას. ქალის ყურებაც მნიშვნელობას გძენთ. ფსიქოლოგებმა დაადგინეს ასეთი რამ, როდესაც შედიხართ აეროპორტის, ვაგზლის ან სასტუმროს მოსაცდელში, თუ ორჯერ შემოგხედავს რომელიმე ქალი და გაგიღიმებთ, იგი იოლად დახვება თქვენს ცწუნებას. მაგრამ თუ მხოლოდ ერთხელ შემოგხედათ, ნუ ღარ შეაწუხებთ და დაივიწყეთ იგი. ფსიქოლოგებმა გადაიღეს ფილმები, ფარული კამერით და დაადგინეს, რომ თუ ქალი მამაკაცს ორჯერ შეხედავს და გაუღიმებს, სურს ამ მამაკაცის გულის მონადირება. მექალთანაებმა ეს კარგად იციან. თუ ქალმა ერთხელ შემოგხედათ, ეს არაფერს ნიშნავს. ხოლო თუ ხელახლა შემოგხედათ, ესე იგი ინტერესი გაუჩნდა. იგი განიშნებთ, რომ მზად არის გააბას თქვენთან სასურველი კავშირი. როდესაც ქალი გიყურებთ, თქვენ მნიშვნელობას იძენთ და უნიკალური ხდებით. აი რატომ მოსდევს სიყვარულს ამდენი სინათლე? იგი ხომ სიცოცხლეს გმატებთ, მაგრამ ყოველდღე ერთი და იმავე ქალის სქერა ვერაფერს გიშველით. ამიტომ ბეზრდება ქმარს ცოლი და ცოლს კი ქმარი. თქვენ შეეჩვიეთ თქვენს მეუღლეს და აღარაფერი დაგრჩათ მოსაპოვებელი. ამიტომ გიჩნდებათ ბაირონად, დონჟუანად ყოფნის და ერთი ქალიდან მეორესთან წასვლის სურვილი. ეს არ არის სექსუალური მოთხოვნილება, რადგან სექსთან არავითარი კავშირი არ აქვს. სექსი უფრო ღრმაა ერთ ქალთან ინტიმურ ურთიერთობაში. ეს კი არც სექსია და არც სიყვარული. ეს ეგოს საჭიროებაა. თუ ყოველდღე ახალი ქალის გულს იპყრობთ, თავი მნიშვნელოვან პიროვნებად მოგაქვთ. ერთ ქალთან ურთიერთობით კი თავს წყალწაღებულად გრძნობთ. ამიტომაა ცოლ-ქმრული ურთიერთობა ხშირად უსიცოცხლო და გზნება დამცხრალი. ნასრედინს და მის მეუღლეს ქორწინების 25 წლის თავი შეუსრულდათ. ნასრედინი ამ დღეს სადღაც წასასვლელად მოემზადა. ცოლს კი იმედი ჰქონდა, რომ იგი რაიმეთი აღნიშნავდა ამ დღეს. ამიტომ შეეკითხა: ხომ არ დაგავიწყდა დღეს რა დღეა?
ნასრედინმა უპასუხა, ვიცი. მაშინ ცოლმა მიუგო, თუ კი იცი, მოიმოქმედე რაღაც უჩვეულო. ნასრედინი დაფიქრდა და უთხრა, რა სიტყვი 2 წუთიან დუმილზე. როცა თქვენი ცხოვრება რაღაცას მიეჯაჭვა, ფიქრობთ, რომ ეს სიყვარულია, მაგრამ ეს ეგოს საჭიროებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე ახალ ქალს ან ახალ მამაკაცს სჭირდებოდეთ. თუ ეს ასეა, ცოტა ხნით ბედნიერი ხართ. ეს ყველაფერი პოლიტიკოსის გატაცებას გავს. ჰიტლერი ცდილობდა მთელი მსოფლიოსთვის ყოფილიყო საჭირო. ეს საჭიროება არ მოგცემთ მარტოობის ნებას. პოლიტიკოსი ვერ გახდება მორწმუნე, რამე თუ საწინააღმდეგო მიმართულებით მიემართება. იესოს თქმის არ იყოს მდიდარი ძნელად თუ შევაცის სასუფეველში. აკლემი უფრო ადრე გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი სასუფევლის კარს შეხსნის. ცათა სასუფეველში მხოლოდ ის მოხვდება, ვინც თავის არარაობას მიხვდა, ვისი ნავიც დაცარიელდა, ვინც უკუაგდო ეგოს საჭიროებები. ვინ არის მარტოსული? ის, ვისაც გაუქრა საჭიროდ ყოფნის მოთხოვნილება. ვინც არ გთხოვთ, რომ მიანიჭოთ რაღაც მნიშვნელობა. ვინც არ არის დამოკიდებული თქვენს გამოხედვაზე. რა საკვირველია თუ შეიყვარებთ, იგი მადლობელი დარჩება. მაგრამ თუ არ შეიყვარებთ, მაინც არაფერი შეიცვლება. რამე თუ იგი ისეთივე მშვენიერი დარჩება, როგორიც ყოველთვის იყო. თუ ესტუმრებით, გაიხარებს. თუ არ ესტუმრებით, ასეთივე ბედნიერი იქნება, როგორც ყოველთვის. თუ ბრბოში იცხოვრებს, მხიარული იქნება, მაგრამ ისეთივე სიხარული ეწვევა განდეგილობაშიც. მარტოსულმა ადამიანმა უკვე ისწავლა თავის თავთან ცხოვრება და ბედნიერებასაც გაუგო გემო. მარტოობაში იგი საკუთარი თავით კმაყოფილდება. ამიტომ არ მოსწონთ ახლობლებს რელიგიურობა. თუ ქმარი მედიტაციებს ატარებს, ცოლი ადგილს ვერ პოულობს. მას ურჩევნია არ გააცნობიეროს რა ხდება. რატომ? მის გონებას გაუცნობიერებელი შიში იპყრობს იმისა, რომ მისი მეორე ნახევარი ცდილობს საკუთარი თავით დაკმაყოფილებას. ცოლს რომ არჩევანი შესთავაზონ, ქმრის მედიტაციები თუ მისი გალოთება, იგი ამ უკანასკნელს აირჩევს. ასევე ქმარსაც ურჩევნია ცოლი მეძავი იყოს, ვიდრე სანიასინი გახდეს. სანიასინი ის ადამიანია, ვინც საკუთარი თავით კმაყოფილდება და არავის არ საჭიროებს. ვინც არ არის სხვაზე დამოკიდებული და არც თავისი უსარგებლობის შიში გააჩნია. მთელი თქვენი არსებობა ემყარებოდა იმას, რომ თქვენ მისთვის საჭირო იყავით. უთქვენოდის არაფერს წარმოადგენდა და მისი ცხოვრება უაზრო იყო. ხოლო თქვენთან ყოფნისას შეეძლო მას გაფურჩქნა. მაგრამ როცა იგებთ, რომ იგი მარტოობაში წყვავილობს, თქვენ ფორი აქთებით და თქვენი ეგო ილახება. იესო ამბობს, ნეტარ არიან მარტოსულნი. ესე იგი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ იცხოვრონ საკუთარ თავთან, ისევე ადვილად, როგორც მთელ კაცობრიობასთან, რომლებიც პატარა ბავშვებივით ტკბებიან საკუთარი თავით. დიახ, პატარებს შეუძლიათ დატკბდნენ საკუთარი თავით. ფროიდს მათთვის განსაკუთრებული ტერმინი გააჩნია. პოლიმორფული.
ბავშვი თამაშობს საკუთარი სხეულით, წოვს საკუთარ თითს. ეს მისი სხეულის მოთხოვნილებაა. თქვენ მას კვებავთ, საფენებს უცვლით და მის ფიზიკურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებთ. ბავშვს ჯერ არ გააჩნია ფსიქოლოგიური საჭიროება. ბავშვი არ იბადება მახინჯი, მაგრამ დროთა განმავლობაში მახინჯდება. ძალიან ძნელია მახინჯი ბავშვისა და მშვენიერი მოხუცებულის პოვნა. რამე თუ ყველა ბავშვი მშვენიერია და ყველა მოხუცი მახინჯი. ბავშვი მშვენიერ არსებად დაიბადა და ასეთივე მშვენიერი უნდა გარდაიცვალოს. მაგრამ ცხოვრებას თავისი მოაქვს. ყველა ბავშვი საკუთარი თავით კმაყოფილდება და ამაშია მთელი სილამაზე. იგი არსებობს საკუთარი თავისთვის ისე, როგორც სინათლე. ყველა მოხუცი უსარგებლოა, რადგან მიხვდნენ, რომ აღარ არიან საჭირონი და რაც უფრო ემატებათ ასაკი, მით უფრო გრძნობენ ამას. შესაძლოა ისინი იყვნენ დიდებული მოღვაწენი, მაგალითად, დაწესებულების ბოსები ან ბანკების პრეზიდენტები, მაგრამ მათ ვეღარ ამჩნევენ. ისინი ელიან სიკვდილს, რის გამოც არავინ შეწუხდება და მათი სიკვდილიც კი სიმახინჯედ იქცევა. ერთხელ ამერიკაში ერთმა კაცმა ისეთი რამ ჩაიდინა, რაც არასოდეს აზრად არ მოსვლია არავის. მან გადაწყვიტა გაეგო, როგორ შეხვდებოდა ხალხი მის სიკვდილს. ეს ასე მოხდა. ექიმებმა 24 საათით ადრე აცნობეს მას, რომ მოკვდებოდა. ეს კაცი იყო ცირკებისა და გამოფენების სარეკლამო სააგენტოს მეპატრონე და მშვენივრად მოახერხა თავისი სიკვდილის რეკლამირება. დილით მისმა აგენტმა პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში გამოაცხადა მისი გარდაცვალების ამბავი. დაიწერა ნეკროლოგები, გაისმა ტელეფონის ზარის ხმა. ბევრი მოვიდა სამძიმარზე. კაცი კი ამით ტკბებოდა. როცა ვინმე კვდება, მას ყოველთვის კარგად მოიხსენიებენ და ანგელოზად გადააქცევენ ხოლმე. არავინ ფიქრობს უარყოფითი რამ თქვას მასზე სიკვდილის შემდეგ. სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს. როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამე თუ ბოლოს და ბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი. მოკვდით. ამ კაცსაც სწორად ასე დაემართა. იგი სრულიად მშვიდად გამოესალმა სიცოცხლეს და დარწმუნდა, რომ ყველაფერი მშვენიერია. სხვები გჭირდებათ არა მარტო სიცოცხლეში, არამედ სიკვდილის შემდეგაც. იფიქრეთ საკუთარ სიკვდილზე. ორიოდე ახლობელი, მსახურები და ძაღლი გაგაცილებთ ბოლო გზაზე და სხვა არავინ. არც რეპეტიტორები იქნებიან იქ და არც ფოტოგრაფები. თქვენი მეგობრებიც შეიძლება არ მოვიდნენ და ყველა იფიქრებს, რომ ეს სიმძიმე თავიდან მოიშორეს. სიკვდილის დროსაც კი იმის მოთხოვნილება გრჩებათ, რომ საჭირო იყოთ. რატომ ანიჭებთ მხოლოდ სხვის შეხედულებას მნიშვნელობას? თქვენი არსებობა არაფერს ნიშნავს. იესო, როდესაც ამბობს, ნეტარ არიან მარტო სულნი. იმ ადამიანს გულისხმობს, რომელიც სრულიად ბედნიერია საკუთარ თავთან, რომელსაც შეუძლია მთელ დუნიაზე მარტო ყოფნა და არასოდეს ეცვლება განწყობილება. მარტო სული კაცი ხის ქვეშ ზის და ბუდად იქცევა. მარტო სულები რჩეული ადამიანები არიან. ვინაიდან ისინი, ვისაც ბრბოს ჭირდება, კვლავაც ბრბოში აღმოჩნდებიან და ეს მათ მოთხოვნილებად იქცევა. ღმერთი ყველაფერს გისრულებთ, რასაც სთხოვთ და რასაც ახლა წარმოადგენთ,
თქვენი წარსული სურვილების ასრულებაა. სხვას ნურავის დაადანაშაულებთ ამაში. ვინაიდან ეს ის არის, რაზეც ლოცულობდით. დაიმახსოვრეთ, რასაც ისურვებთ, ის აგისრულდებათ. ვიდრე რამეს ისურვებდეთ, დაფიქრდით, რადგან არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იგი ასრულდეს. მერე კი დაიტანჯებით. მდიდარი ადრე ღარიბი იყო. შემდეგ სიმდიდრე ინატრა და ოცნება აუსრულდა. ახლა იგი უბედურია, ტირის და ამბობს, მთელი ჩემი ცხოვრება ამ უსარგებლო ხარახურას შევწირე. მაგრამ ასეთი იყო მისი სურვილი. თუ ცოდნას ნატრობთ, ეს ოცნებაც აგისრულდებათ. თქვენი თავი იქცევა უზარმაზარ ბიბლიოთეკად, მაგრამ მომავალში დაიტანჯებით და იყვირებთ. მხოლოდ სიტყვები, ყველაფერში სიტყვები და არაფერი არსებითი. ამაზე გაუფლანგე მთელი ჩემი ცხოვრება. ისურვეთ მთელი შეგნებით, ვინაიდან ოდესმე ყველა სურვილი შეგისრულდებათ, რასაც შეიძლება სულ ცოტა დრო დასჭირდეს. თქვენ უკვე დგახართ რიგში. თქვენამდე სხვაც ბევრი ნატრობდა და მოცდაა საჭირო. ზოგჯერ ის, რასაც ამ ცხოვრებაში ნატრობთ, შეიძლება სხვა ცხოვრებაში აგისრულდეთ. ამიტომ ვიდრე ინატრებდეთ, დაფიქრდით კარგად, ნატრა როდისმე აგისრულდებათ და დაიტანჯებით. მარტოსული ღვთის რჩეულია. რამე თუ ამ ქვეყნიურს არაფერს ნატრობს, მან ყველაფერი ისწავლა ცხოვრებიდან, რაც საჭირო იყო და დაემსგავსად საშიაზიდულ მწვერვალს. ის იქცა რჩეულად, გურიშანკარად და ევერესტად. ბუდა და იესო მაღალი მწვერვალები და ეული პიკებია. მათი სილამაზე მარტოობაშია. მარტოსული რჩეულია. მან აირჩია საკუთარი არსი. ხოლო როცა საკუთარ არსს ირჩევთ, ეს მთელი სამყაროს არსის არჩევანსაც ნიშნავს. რამე თუ თქვენი და სამყაროს არსი ერთი და იგივეა. თქვენ ირჩევთ საკუთარ არსს. თქვენ ირჩევთ ღმერთს. როცა მას ირჩევთ, ღმერთი გირჩევთ თქვენ და თქვენ ხდებით რჩეული. ნეტარ არიან მარტოსულნი და რჩეულნი, რამე თუ ჰპოვებენ სასუფეველსაც სათაშინა, რამე თუ იქიდან მოდიან და კლავაც იქ შევლენ. სანიასინი მარტოსული, მოხეტიალე, სრულიად ბედნიერი არსებაა. იგი არასოდეს ელოდება ვინმეს და არასოდეს იცქირება უკან, რამე თუ მარტო იგი ერთიანია. ზუსტად ეს არსებობა და მთლიანობა გაქცევთ წრედ, რომელშიც დასაწყისი და დასასრული ხვდება ერთმანეთს. ზუსტად ასეთი წრეა მარტოსული. თქვენი დასაწყისი და დასასრული კი არასოდეს ხვდება ერთმანეთს. რამე თუ იქიდან მოდიან და კლავაც იქ შევლენ, თქვენ ერწყმით სათავეს. არსებობს იესოს სხვა შეგონებაც, როცა დასაწყისი და დასასრული გაერთიანდებიან, თქვენ ღმერთად უნდა იქცეთ. შესაძლოა გინახავთ ეგვიპტის საიდუმლო საზოგადოების ერთ-ერთი უძველესი ბეჭდის ასლი, რომელზეც გველია გამოსახული. იგი ყლაპავს თავის კუდს. ეს დასაწყისისა და დასასრულის შეხვედრაა. ეს აღორძინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გახდეთ ისეთი, როგორც ბავშვები. უნდა იმოძრაოთ წრეში
დაბრუნდეთ საწყისთან და იმას მიაღწიოთ, საიდანაც მოხვედით. იესომ თქვა, თუ გეკითხებიან, აქ მას საზოგადოება ბრბო ის ხალხი ყავს მხედველობაში, რომლებიც გამუდმებით თხოვლობენ გახდნენ საჭირონი. ისინი არავის აძლევენ მარტოობის უფლებას. შეიძლება თქვენც დაგიწყონ დევნა, კვლავ ჩაგითრიონ საზოგადოებაში, უკანვე დაგაბრუნონ ციხეში. მათ არ ძალუძთ გაიაზრონ, როგორ მოახერხეთ გაქცევა. თუ მარტოსული გახდებით, თქვენთან თავს მყუდროდ ვერ იგრძნობენ. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ თქვენი ყოფნა აიძულებთ მათ დაეჭვდნენ საკუთარ ყოფიერებაში. როცა იესო შემოდის თქვენში, თქვენ თავს უხერხულად გრძნობთ. ვინაიდან თუ ის მართალია, თქვენ არ ახართ მართალი. არადა ის ისე იქცევა, რომ მართალს გავს. თუ იესო მართალია, მაშ ვინ ხართ თქვენ? იესო შუაზე ხლეჩს საზოგადოებას. იგი ბედნიერად გამოიყურება. მას არავინ სჭირდება და არც თვითონ სჭირდება არავის. იესო მარტოსულია და ნეტარი. თქვენ კი ნევროზულ და თითქმის შეშლილ მდგომარეობაში იმყოფებით. ამიტომ ცდილობთ ნებისმიერი საშუალებით დაამტკიცოთ, რომ იესო არასწორია. შემორჩენილია იესოს წინააღმდეგ დაწერილი წიგნები, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ იესო სულით ავადმყოფი იყო. ვინ დაწერა ეს? ზუსტად ბრბო წერდა ამ წიგნებს. ისინი მხოლოდ მაშინ დამშვიდდებიან, როცა ნახდად დაამტკიცებენ, რომ იესო შეშლილი იყო. რატომ არის ამის მტკიცება საჭირო? თუ იესო შეიშალა, რაღა დამტკიცება უნდა? ეს იმიტომ, რომ იესო გაიძულებთ საკუთარ თავში დაეჭვდეთ. აი რატომ უარყოფთ ასეთ პიროვნებებს სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ აღმერთებთ. მაშინ თქვენ შეგიძლიათ მისი სახის თქვენებურად წარმოდგენა. შეხედეთ ქრისტიანული იესოს სახეს. ეს კარიკატურაც კი არ არის, რამე თუ სრულიად ყალბის სახეა. ქრისტიანები ამბობენ, თითქოს იესო არასოდეს იცინოდა. მე არასოდეს მინახავს მომცინარი იესოს გამოსახულება, მაგრამ იესო მოცინარი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში მას უნდა ყვარებოდა სიცილი და ყოფილიყო ყვავილობის მჩქეფარე სათავე. მაგრამ ქრისტიანები იესოს იმდენად დამწუხრებულს ხატავენ, რამდენადაც შესაძლებელია. იესო იმდენად მწუხარედ გამოიყურება, რომ მასთან ერთად ყოფნა მეტად მძიმეა. შედით ნებისმიერ ქრისტიანულ ეკლესიაში და შეხედეთ იესოს გამოსახულებას. იქნებით იესოსთან მთელი დღე. თქვენ ამას ვერ შეძლებთ, რადგან იგი ძალიან მწუხარე და სევდიანია. თქვენ თქვენი დარდიც გეყოფათ. ქრისტიანებმა თავის სიმბოლო ჯვარი აირჩიეს და ამით ყველაფერი დაკარგეს. იესო ლაპარაკობდა ჯვარზე და იგი ჯვარს აცვეს. მაგრამ მისი სიტყვების აზრი სულ სხვა იყო. ქრისტიანებმა ჯვარი აირჩიეს, რადგან იგი ტანჯვას ნიშნავდა მათთვის. ჩვენ კი იმდენი ტანჯვა გადავიტანეთ, რომ არ შეგვიძლია ვიწამოთ გაცინებული ქრისტე. შეგიძლიათ იწამოთ ტანჯული ქრისტე, რადგან იგი ჩვენსავით მწუხარეა და უფრო მეტად ტანჯულია ვიდრე ჩვენ. ჩვენ გვესმის ტანჯვის, მწუხარებისა და სიკვდილის რაობა, მაგრამ სიცოცხლისა ვერაფერი ვერ გაგვიგია. აი რატომ არსებობს ქრისტიანობა. კრიშნას გარშემო ვერ იარსებებს ვერც ერთი სარწმუნოება. ინდუსები ეთაყვანებიან კრიშნას, მაგრამ სურვილის გარეშე. კრიშნა თქვენს არსებობას ეწინააღმდეგება. უკრავს ფლეიტაზე და ცეკვავს ქალწულებთან,
ყოველთვის ბედნიერია და მუდამ მიცინის. თქვენ ამიტომ ვერ უგებთ კრიშნას. შეიძლება თქვენ ჩასწუდეთ სიკვდილის რაობას, მაგრამ ფლეიტის დაკვრას და სიმღერას ვერ აღიქვამთ. ქრისტიანობა ხანძარივით მოედომთა მსოფლიოს. კრიშნას კი არავინ ეთაყვანება. ის ვინც ფიქრობს, რომ კრიშნას თაყვანისმცემელია, სინამდვილეში ასეთი არ არის. მათ კრიშნას არსი უნდა ახსნან მრავალგვარად. ისინი ვერ იჯერებენ, რომ მას 16,000 საყვარელი ცოლი ყავდა და ყველასთან ცეკვავდა. ეს ხომ შეუძლებელია. ამაში რაღაც სხვა აზრია ჩადებული. ამიტომ ისინი ახდენენ კრიშნას თავისებურ ინტერპრეტაციას. თითქოს კრიშნას 16,000 საყვარელი ცოლი სინამდვილეში 16,000 ნერვია, ადამიანის ნერვული სისტემა. მაგრამ გეუბნებით, რომ კრიშნას ზუსტად ამდენი საყვარელი ცოლი ჰყავდა, რომ იგი იცინოდა, მღეროდა, ცეკვავდა და თვითონ ექსტაზი იყო. იესოც ასეთი იყო. აი რატომ გეუბნებით, რომ მისი სახელი ქრისტე შესაძლოა კრიშნადან წარმოიშვა. იესო იყო მხიარული და არა მწუხარე ადამიანი. მაგრამ თქვენ არ შეგწევთ ძალა მომცინარე ადამიანის ენას ჩასწუდეთ. მოცეკვავე ღმერთისთვის თქვენ ჯერ არ ხართ მზად. ეს სამყაროც არ გამოდგება მის სახლად. კრიშნასთან თქვენი ურთიერთობა შეუძლებლად გეჩვენებათ, იესოსთან კი შეთანხმებულად. ჯვარცმა სიმბოლოდ იქცა, მაგრამ იესოსთვის ჯვარი სრულიად სხვა რამეს ნიშნავდა. ჯვარს ორი ჩვეულებრივი ხაზი აქვს. ერთი ჰორიზონტალური, მეორე ვერტიკალური. ჰორიზონტალური ხაზი დროა, წარსული, აწმყო და მომავალი. ეს არის სწორ ხაზზე მოძრავი A, B და G. თქვენ ამ ხაზზე ცხოვრობთ. ვერტიკალური ხაზი კი მარადისობაა. ის ყოველთვის აქ არის. მისთვის არ არსებობს წარსული და მომავალი. უფრო მაღლა და მაღლა მიიწევს და არა წინ. დრო და მარადისობა ერთმანეთს ხვდება იესოს ჯვარცმის ადგილზე. ეს არის წამი, როდესაც იესო კვდება. ეს ხდება ახლა. თუ ახლა კვდებით, აღდგებით და თავიდან დაიბადებით. მაშინ თქვენთვის არ არსებობს სიკვდილი, რადგან დრო ქრება და თქვენ მუდმივი ხდებით. ჯვარი დროისა და მარადისობის შეხვედრის სიმბოლოა და ეს წერტილი უნდა იყოს თქვენი სიკვდილი. ის სხვა ვერაფერი იქნება, რადგან როცა დროის სამყაროდან გაქრებით, მარადიულობის ნაწილად იქცევით. დრო და მარადისობა ერთმანეთს გადაკვეთს სწორად აქ და ახლა, ამ წამს. ახლა ეს არის წამი, რომელშიც არსებობს ჯვარი. მაგრამ თუ ჰორიზონტალურ ხაზზე მოძრაობთ, მომავალში დაკარგავთ ჯვარს. თუ ამ მომენტიდან პირდაპირ ვერტიკალურად იწყებთ მოძრაობას, თქვენ ჯვარზე ხართ. მოკვდებით ისეთი, როგორიც ხართ და დაიბადებით ხელახლა, სუმთლად თავიდან. სიკვდილი არ არსებობს. ეს დაბადება კი მარადიულ სიცოცხლეს გაძლევთ. იესოსთვის ჯვრის სიმბოლო დროისა და მარადისობის გადაჯვარედინება იყო. მაგრამ ქრისტიანებისთვის იგი მწუხარებისა და ტანჯვის სიმბოლოდ იქცა. იესო ინდოეთში რომ დარჩენილიყო და იუდეაში არ წასულიყო, ინდოეთში რომ დაეხატათ ჯვარი, მას ისეთივე ფორმა ექნებოდა, მაგრამ იესოს გამოსახულება იქნებოდა განსხვავებული.
იგი დაემსგავსებოდა სახემომღიმარ ექსტაზურ კრიშნას. როცა დრო ქრება, თქვენ კვდებით დროის სამყაროში და აღდგებით მარადეულობაში. ამას ინდუსები სამმათხის უწოდებენ, მაგრამ ქრისტიანობაში ეს მომენტი დაკარგულია. ასე ხდება ყოველთვის. იესოს უხერხულობა მოაქვს, რომელიც გულს გიღრღნით, ხოლო როდესაც ის აღარ არის, მაშინ შეგიძლიათ დახატოთ მისი სახე ისე, როგორც თქვენ შეგესატყვისებათ. მაგრამ მაშინ ის თქვენი წარმომადგენელია და სხვა არაფერი. იესომ თქვა, თუ გეკითხებიან საიდან მოხვედით, უთხარით რომ სინათლიდან მოდიხართ. იქიდან, სადაც სინათლემ თავისით ავიშვა. ჩვენ ღმერთისგან მოვდივართ და მისი შვილები ვართ. ჩვენ მოვედით მთელი ყოფიერების სათავიდან. ყოფიერების სათავეს კი არ გააჩნია არანაირი სათავე. ის თავის თავადია და საკუთარი თავის შემქმნელი. მას არ ყავს მშობელი. შემოქმედს არ ყავს სხვა შემოქმედი. ის თვით წარმომქმნელი ძალაა. ჩვენ სინათლიდან მოვდივართ, იქიდან, სადაც სინათლე წარმოიშვა საკუთარი თავიდან. თუ ისინი კითხავენ, რა ნიშნით გავხართ მამას? ხალხი კითხავთ, გასხივოსნებული თუ ხართ, იცანით თუ არა მამა. მოგთხოვენ აჩვენოთ ნიშნები, მათ არ ძალუძს უშუალოდ ყურება. ისინი ყოველთვის აღწერას მოითხოვენ, მათ უშუალოდ თქვენში შემოღწევა არ შეუძლიათ. როდესაც აქ არის ბუდა, მაშინაც კი გაინტერესებთ მისი არსებობის დამადასტურებელი რაღაც ნიშანი. იესო აქ არის, ნუ თუ ეს არ არის საკმარისი. თქვენ არ შეგიძლიათ იმის დაჯერება, რომ ის თქვენზე აღმატებულია. ხალხი მიდიოდა იესოსთან და ეკითხებოდა, მართლა ის ხარ, ვინც აქ გვითქვეს? მართლა ის რჩეული ხარ? მათ მეტწილად მისი მოწაფეებისთვის უნდა ეკითხათ ეს, ვინაიდან ისინი ყოველთვის მოწაფეებს ეწინააღმდეგებიან. ოსტატსაც უწევენ წინააღმდეგობას, მაგრამ მოწაფეები მათ შორის ცხოვრობენ. ისინი ცდილობენ იესოს მოწაფეები თავსატეხი კითხვებით რომელიმე საკითხში გამოიჭირონ. როგორ გავიგოთ, რომ მამა თქვენი ღმერთია? აქციეთ წყალი ღვინოდ, გააცოცხლეთ მკვდარი და დავიჯერებთ, ამბობენ ისინი. მათი აზრით ბუნების საწინააღმდეგო რამ უნდა ჩაიდინოთ. იესოს კი არასოდეს უთქვამს მოწაფეებისთვის სასწაულები მოახდინეთ და ნიშნები აჩვენეთო. მან უმშვენიერესი რამ თქვა, თუ გკითხავენ, რა ნიშნით გავხართ მამას? უპასუხეთ, რომ მოძრაობითა და სიმშვიდით. ძნელია ამის გაგება. რა აქვს იესოს მხედველობაში? ის ამბობს, ჩვენ მოძრაობთ და მაინც სიმშვიდეში ვართ. წინააღმდეგობა გაქრა. ახლა ჩვენ ყველა წინააღმდეგობის სინთეზი ვართ. ლაპარაკობთ და თან არ ლაპარაკობთ. ლაპარაკობთ და ამავე დროს დუმვართ. გვიყვარს და არც გვიყვარს, ვინაიდან საყვარელ ადამიანად ყოფნის საჭიროება გაქრა. მარტო სულნი ვართ და მაინც თქვენს შორის ვიმყოფებით. ჩვენ ბრბოში ვართ, მაგრამ არ ვართ ბრბოდან. ბრბო ვერ აღწევს ჩვენში. ვცხოვრობთ და მოძრაობთ ამ ქვეყნად, მაგრამ ამ სამყაროს არ ვეკუთვნით. შეგვიძლია მასში ყოფნა, მაგრამ ეს სამყარო არ არის ჩვენი. იესო ამბობს,
მოძრაობა და სიმშვიდე. შეხედეთ, მოძრაობთ, მაგრამ მოძრაობა არ არის დაძაბული. დავდივართ, მაგრამ ჩვენი არსებობის ცენტრში არ არის არანაირი მოძრაობა. ვინაიდან არ არსებობს სადმე მოხვედრის გადაწყვეტილება. შემოგხედეთ, ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი სურვილი, მაგრამ მაინც გამუდმებით ვშრომობთ. მაგრამ მაინც სუნთქავთ და ცოცხლობთ. შემოგხედეთ, ჩვენ ცხოვრობთ და არც ვცხოვრობთ. თქვენ გხედავთ დროში, დრო კი გაქრა ჩვენთვის. ჩვენ მარადისობაში შევაბიჯეთ. ეს არის ჭეშმარიტი ოსტატის ნიშანი. სწორედ მოძრაობა და სიმშვიდე. თქვენთვის იოლი იქნება გაიგოთ ოსტატის, რომელიც მოძრაობს. იმსახურება ხალხს, ცვლის საზოგადოებას, ქმნის უდიდეს მოძრაობას. თქვენ იოლად ჩასწუდებით ასევე განდის მუდმივ მოძრაობას, პოლიტიკურ, სოციალურ, სარწმუნოებრივ აქტიურობასა და ხალხისადმი ერთგულებას. განდი ხომ მაჰატმა დიდებული სული იყო. ეს არის მოძრაობა, მხოლოდ მოძრაობა, სხვებისთვის მიძღვნილი. ეს სხვებისთვის ცხოვრებაა და არა საკუთარი თავისთვის. თქვენ ადვილად გაუგებთ ადამიანს, რომელიც გაგვშორდა და სიმშვიდეში წავიდა, რომელიც განუდგა ცხოვრებას და ჰიმალაიზე დაიმალა, რომელიც არ ლაპარაკობს, არ მოძრაობს და არაფერს აკეთებს. იგი უბრალოდ ზის იქ მდუმარედ, სიმშვიდეში. ორივე მათგანმა მხოლოდ ერთი პოლუსი აირჩია. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ სრულყოფილება აკლიათ. რამე თუ არ გააჩნიათ მამის ნიშანი. ასეთი ადამიანები უნდა გახდნენ, როგორც იესო ამოძრავი, მაგრამ მაინც მდუმარე. მოძრაობა და სიმშვიდე ნიშნავს ცხოვრებას ამ სამყაროში ისე, რომ არ უარყოთ იგი და მაინც მთლიანად განეშოროთ. გადაკვეთის წერტილია იქ, სადაც ხვდებიან უკიდურესობები. თუ აირჩიეთ ერთი უკიდურესობა, თქვენ შეცდით და მიზანი დაკარგეთ. ნუ ამოირჩევთ. აი რატომ გირჩევენ ლაოძი, იესო და სხვები. ნუ აირჩევთ. ამორჩევის დროს თქვენ კარგავთ მიზანს. ნუ აირჩევთ. ორივე უკიდურესობას, მოძრაობასაც და სიმშვიდესაც მიეცით ერთად ყოფნის საშუალება. იქციეთ სიმფონიად და არა ერთ ნოტად. ერთი ნოტი ძალიან უბრალოა. მოლა ნასრედინი ვიოლინოზე მუდამ ერთსა და იმავე ნოტს იღებდა. მისი ოჯახი წუხდა. მეზობლებიც ბრაზობდნენ და ეუბნებოდნენ. ეს რა მუსიკა, თუ სწავლობს, სწორად ისწავლე. შენ სულ ერთსა და იმავე ნოტს უკრავ. ეს ისეთი დამქანცველია, რომ დღისითაც კი ყველა იძინებს. ნასრედინმა მათ ასეთი პასუხი გასცა. სხვები ცდილობენ იპოვონ თავიანთი ნოტი. ისინი ჯერ კიდევ გზაში არიან. მე კი უკვე ვიპოვე და მივაღწიე მიზანს. ერთი ნოტი უბრალოა და მისი ხანგრძლივად სწავლა არ არის საჭირო. მაგრამ უბრალო ნოტი კარგავს მთელ მშვენიერებას. ვინაიდან რაც უფრო მეტია სირთულე, უფრო ლამაზია მიღწეული. ღმერთი ყველაზე რთულია. ის მთელი ქვეყნიერება, მთელი სამყარო იყრის მასში თავს. რითი გავხართ მამას? მხოლოდ სინთეზით, მხოლოდ სიმფონიით, რომელშიც ყველა ნოტი ერთმანეთთანაა შერწყმული. მამა თქვენს თქვენი მოძრაობითა და სიმშვიდით გავხართ. შეეცადეთ გაიგოთ ეს და თქვენს ცხოვრებად აქციოთ.
უკიდურესობას იოლად აირჩევთ, ან აქტიური გახდებით, ან მშვიდი. პირველ შემთხვევაში დაიხარჯებით, მეორე შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავთ. ერთიცა და მეორეც არჩევანი იქნება. თქვენ დაშორდებით ღმერთს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, რამე თუ ღმერთი არაფერს უარყოფს და არაფერზე ამბობს უარს. ღმერთი ყველაფერშია და თვითონ არის ყველაფერი. თუ თქვენც ყოველივედ იქცევით უარყოფის, უკუგდებისა და არჩევანის გარეშე, მაშინ გექნებათ სრულყოფილების ღვთიური ნიშანი. ერიდეთ უკიდურესობებს, ისინი სახიფათო გზებია, რომლებზეც უკუიხევენ და ეს შეხვდეს ორი უკიდურესობა ერთმანეთს, მაშინ აღმოცენდება ახალი გამოვლინება, უფრო მნიშვნელოვანი, უფრო რთული, უფრო სათუთი და უფრო მშვენიერი. 1974 წლის 6 სექტემბერი, პუნა, ინდოეთი. მე 17 შეგონების დასასრული.